და აი ბოლო ბლოკშიც გადმოვედით, წარმოადგენ ჩვენი ბოლო ბლოკის სტუმრებს, დიამეტრეველი წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და მამუკა ხანთაძე, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი. სალამი, გვიხარია ის თემა, რა თემაზე სასაუბროთაც მოგიწვიეთ, მაგრამ მინდა რამოდენიმე წუთი მივცეთ დაცოს, რომ ასე ვთქვათ, აზრი გავუწყვიტეთ შუაში. კი ბატონო, დიდი მადლობა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ესე იგი ვიყავი ასევე ამ შაბათ-კვირას სვანეთში, ქვემო სვანეთში და მინდა რომ აი მესმის ერთის მხრივ რომ აი გამომცემლებს ვერც უბიძგებთ, ვერც ვაიძულებთ, რომ ესე იგი ქსელები, მაღაზიების, წიგნების ყველგან გააკეთონ, იმიტომ რომ მაინც ახლა დამოუკიდებელი სტრუქტურაა და კომერციული ინტერესიც გააჩნია, მაგრამ ეხლა ლენტეხში ნახე აი საოცარი ადამიანები რა ახალგაზრდა ადამიანები სკოლის ისე უნდათ ისეთი მოწყურვილია წიგნისა და ლიტერატურისა რომ აი უბრალოდ მართლა აღფრთოვანებული დავრჩი მაგრამ მეორე მხრივ არც ლიტერატურული კაფე არსებობს ბუნებრივია არც წიგნის მაღაზია არც ბიბლიოთეკა ასე შემდეგ მათ აი ხა წინასაარჩინო პერიოდია როგორც ყოველთვის საქართველოში მინდა გამოიყენონ ეს მე მარტო სვანებს არ მიმართავ ეს სადაც მარტო იქ ხო არ არის ეს პრობლემა ყველგან სადაც ყავთ ეხა კანდიდატები სადაც შეხვდებიან ამ მომხრეებს ყველგან დაჟინები და კატეგორიულად უნდა მოითხოვონ რომ სახელმწიფო მიიღოს ამაში მონაწილეობა ბიბლიოთეკის შექმნა იქნება თუ ამ ლიტერატურული ცენტრების რომ წიგნმა მარტო თბილისში არ იყოს კონცენტრირებული ასე დავდებილდებით რომ თუ არ გადანაწილდა 10 წუთი გვაქვს დროსულ ბატონო სტუმრები ჩავთოთ 10 წუთი დროს არ ვძახაროთ კი რათელია ყველაფერი ცხადია ყველაფერი დიდი მადლობა ერთ სვან ავტორზეც მესაუბრო მაგრამ დიდი მადლობა სუხთი მოკლედ ეს წიგნი წამოიღეს შემდეგ სამშაბათს მაშინ და სიამოვნებით ცოტა სწრაფ მოგვიყევი ახლა ისევ სტუმრები თბილისის წიგნის ფესტივალი ესეთი ჩვენთვის საყვარელი და უკვე მონატრებული რა ხდება რა გეგმები გვაქვს მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის იხსნება თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო წიგნის ფესტივალი როგორც ყოველთვის ტრადიციულად ორგანიზატორი არის საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ტრადიციული მხარდამჭერი და სპონსორი საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ძალიან გვიხარია რომ წელსაც რაღაც საინტერესო პროგრამას გვთავაზობენ ჩვენ გამომცემლები, გამავრცელებლები და უშუალოდ ფესტივალის დეტალებზე ალბათ ბატონმა მამუკამ ჯობია რომ ისაუბროს, იმიტომ რომ პროგრამის დეტალები რომ მეტად მაინცის. არ მახსოვს ზუსტად თქვა გასულ წლებში როგორ იყო, რამდენად იყო აქტიურობა უცხოელი გამომცემლობების უშუალოდ ამ ფესტივალზე და რა კონტაქტების დამყარება მოხერხდა და ამჯერად რა სელით თქვა უშუალოდ ამ მომენტიდან ფესტივალზე. ვინც ხშირად სტუმრობს ამ წიგნის ფესტივალს დააკვირდება რომ აი შარშან თვისობრივად სხვანაირი ფესტივალი გავაკეთეთ და წელს კიდევ ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით ჩვენ არ გვინდა რომ ეს ფესტივალი დაემსგავსოს მხოლოდ ბაზრობას ანუ წიგნით ვაჭრობა მიმდინარეობდეს შესაბამისად აქტივობებმაც მოიმატა წელს ახლა პირველად იქნება ირანიდან სტუმარი გამომცემლობა თურქეთიდან სომხეთიდან უკრაინიდან ველოდების სტუმრებს ბიბლიოთეკარები ბრიტანეთიდან ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ამ მიმართულებით რასა გააკეთებენ სტუმრები? ეს სტუმრები საქმიან კონტაქტებს დაყარებენ ამ ტიპის ფესტივალებზე რა თქმა უნდა თავიანთი პატარა პრეზენტაციებიც თავიანთი აუცილებლად ექნებათ მათ მასპინძელ კონკრეტულ მასპინძელთან ერთად მაგრამ ძირითადად მაინც აქ არის მნიშვნელოვანი ფესტივალის მთავარი სტუმარი ეს იქნება ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ძალიან ესეთი პოპულარული ევროპაში ბევრი ახალგაზრდული და საერთაშორისო პრიზის და კონკურსის გამარჯვებული ასევე ველოდებით კანადელ პოეტს პატრიქს დათოს ინიციატივით ჩამოდის რეკომენდაციით დიახ და ინიციატივა მისი იყო სხვა შეიძლება ძალიან ჩვენ გაგვიხარდა იმიტომ რომ საერთოდ ასეთი ტიპის ფესტივალებს ასეთი მცირე ქვეყნის ფესტივალებს ერიდებიან საერთოდ აღიარებული ავტორები სტუმრობას მათ ჩვენ ძალიან გაგვიხარდა რომ აი ამ ორმა ავტორმა ერლენდ ლუმ განსაკუთრებით სიამოვნებით გამოთქვა დათანხმდა ჩვენს წინადადებას ჩამოვა შეხვედრაც ექნება აუცილებლად მკითხველებთან და რაც ყველაზე მთავარია ფესტივალი არ იქნება ჩაკეტილი აი ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე. ეგ მინდა და მეკითხა ისევ იმ ტერიტორიაზე ტარდება. ტარდება ძირითადი რა თქმა უნდა იქნება ექსპო ჯორჯია, მაგრამ გაშლილი იქნება ეს
ღონისძიებები მწერლის სახლში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გოეთეს ინსტიტუტში, რა ყველა იმ ადგილას, სადაც შეიძლება აი წიგნიერების. ეს გრაფიკი სამ მოიპოვოს. Facebook-ის გვერდზე დევს, ეს არის თბილისის წიგნის ფესტივალის ოფიციალური Facebook-ის გვერდი, ასევე ბუკლეტები მზადდება, საბეჭდილი მასალები ყველაფერი გავრცელდება, პრეს-რელიზები გავრცელდება. ტელევიზიებში ძალიან კარგი ეხავე შემიძლია გითხრათ რამოდენიმე კაი ღონისძიება 4 ახალი წიგნი გამოდის მარკესის პრეზენტაცია იქნება 4 ახალი წიგნის ეს ძალიან კარგი შემთხვევა თან გეგმავს დიოგენე გამომცემლობა ჰარაბალი იცი ესე ჩეხი მწერალია ძალიან ჰარაბალის ძალიან კარგი წიგნი გამოდის ასევე ყველაზე მეტად ვინც უყვართ ჩეხებს ეს არის ძალიან ტიტულოვანი და ძალიან ცნობილი მწერალი ეს ახალი პრეზენტაციები ძალიან ბევრი იქნება წიგნების ძალიან დიდ ფასდაკლებებს გვთავაზობ მე გამომცემლობები წეს აი უპრეცედენტო სიტყვის ხმარება არ მიყვარს მაგრამ მართლა უპრეცედენტო ხო ეგ გავარია ხელმისაწვდომი რო გახდა კი მართლა მომხმარებლისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის და ყველანაირი ლიტერატურაში შეხვდებით ამავე ყველანაირი ჩვენს განებერებულოთ აქაც მოგწოდებ ასდაკლებით წიგნები რუსთავიაში და ძალიან ყველა კიდევ კომფორტული ჩვენი ქართული მწერალი ნინო ხარატიშვილი ძალიან ცნობილი გერმანიაში ჩამოდის მისი პირველი ქართული წიგნის პრეზენტაცია იქნება საქართველოში ესე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ ეს ადამიანი ძალიან ცნობილია გერმანიაში გერმანულად წერს და კი და ეს პრეზენტაციაც გვექნება. არ ვიცით, მე მგონი წიგნის მოყვარულები არ მოიწყებენ წერს. ეს თქვენ სიტყვაზე არ გაფარდება დრო. ეს გამომცემლობები, როდესაც თქვა დაინტერესდებიან უშუალოდ ქართული გამოცემებითაც, რაღაც თარგმნელობითი სფეროც მზად იქნება იმისთვის, რომ ქართული ნაწარმოებიც ასე ვთქვათ, მოხვდეს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე. ასიახლე გვაქვს ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალს დაემთხვა ესე, მოხდა კულტურის სამინისტროს ეგიდით, უკვე რიგით მე-4 ლიტერატურული ფორუმ დიალოგი იმართება, 17 უცხოელი გამომცემელი ჩამოდის გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან და პატარა ევროპული ქვეყნებიდან. განსაკუთრებულად გვეხარია, რომ ჩამოდის ძალიან ცნობილი გარდიანის ჟურნალისტი ქალბატონი მაია ჯაგი, რომელიც არის სპეციალიზირებული კულტურის ჩამოსვის მიზანი რა არის? ესე იგი გაეცნოს ლიტერატურულ სექტორს, საგამომცემლო სექტორს საქართველოში. ჩვენ იცით, რომ ჩვენ ვართ სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტში 2018 წელს და შესაბამისად ბრიტანული გაზეთების, მედიის ინტერესი, ისევე როგორც გერმანული მედიის ინტერესი არის ძალიან მაღალი, ეს ინტერესი დღითი დღე იზრდება. შესაბამისად, ჩვენ ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია გვეწვევა ხვალ უკვე 28-ში ჩამოდიან და 1 ივნისამდე ძალიან საინტერესო ღონისძიებებს და შეხვედრებს გამართავენ ქართულ გამომცემლებთან. ეს სამზადისია ფრანკფურტის ლიტერატურული ფორუმ დიალოგი 2011 წლიდან ეწყობოდა უბრალოდ წელს რაღაცნაირად მონაწილეთა რაოდენობა და ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა, გეოგრაფიული არეალიც გაფართოვდა და რა ვიცი, ტრადიციად ჩამოყალიბდა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელსაც ფაქტობრივად ჩვენც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელიც ახლახანს შეიქმნა, თანაორგანიზებით აწყობთ. როგორ თარიღდება ეს ფესტივალი? რამდენი დღით? 4 დღე სტანდარტულია 29-ში გავხსნით, პირველში დაიხურება. დიას მინდა კიდევ 2 სიტყვით დავამატო დიას ნათქვამს, რომ პრინციპში ეხლა იწყება ნამდვილი ლიტერატურული და საგამომცემლო პროცესი საქართველოში, უბრალოდ მისი გაერთიანება და ასე მოყვანა სტანდარტში, რასაც ევროპაში უკვე დიდი ხანია საფუძველი ჩაყრილი, იმიტომ რომ ჩვენთან იყო რომ თქვა რაღაც სფერო უფრო წინ წაიწია თქვა წიგნების გამოცემის მე წიგნით ვაჭრობა ეს მრავალსაფეხუროვანი და ძალიან მრავალპლანიანი სფეროა. შესაბამისად მის ყოველ კომპონენტს აუცილებელი მხარდაჭერა ჭირდება არა მარტო სახელმწიფოსთან, არამედ ბიზნესის მხრიდან და ყველა მხრიდან, რომ ეს თლიან ჩეკრული სისტემა ჩამოყალიბდეს და აი ეს ცენტრიც მაგიტომ შეიქმნა. სახელმწიფოს მხრიდანაც ყველა ნაბიჯი იდგმება, კულტურის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, რათა როგორც პროგრამა მინიმუმი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე პროგრამა მაქსიმუმი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 18 წელს წარუდგეთ ძალიან მასშტაბურად და ძალიან წარმატებულად განხორციელდეს. ასე როგორ ფიქრობ, ამ პროგრამის რა ეტაპზე ვართ? მინიმუმს გავწდით, ხო? მინიმუმს სხვა შორის, აი, რასაც დააყვება ამ ფორუმთან დაკავშირებით, ამას რეალური შედეგები უკვე მოყვა. მაგალითად, მე ჩემი მაგალითზე რაც ვიცი, ჩემს ჰოლანდიელ გამომცემელს მკითხე სპეციალურად, რომ რატო გადაწყვიტა ჩემი წიგნის თარგმნა, გამოსცეს.
ჰოლანდიურად თარგმნეს და გამოცდა და აი ზუსტად ეს მიპასუხა რომ ასე ესე იგი თბილისში ფორუმის ყოფნის დროს დაინტერესდა ჩემი წიგნი და მე მოძებნეს თარგმნელი და ხო გესმით ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ეს მოჯადოებული იზოლირებული წრე როგორაც გაარგოს ქართულმა ლიტერატურამ და მით უმეტეს ახლა ჩვენ ნამდვილად ისეთი უპირატესობები გვაქვს რომელსაც ბევრი ქვეყანა ვერ წარმოადგენს ხოლმე და ნუ ეს მომეწონა ძალიან ხო ჩვენ ინტერესიც გაზრდილია და ეს მომწონს რომ ამ კონტექსტში თუ გავიხსენოთ რომელმა თქვა ეს ფრაზე მე მგონი გვანცამ ძალიან მომეწონა რომ ფორუმი და ყველა ღონისძიება ყველაფერი რაც ლიტერატურას უკავშირდება თუ განვიხილოთ როგორც სამზადის და ესე იგი პროცესის ნაწილს ფრანკფურტის ფესტივალში ძალიან კარგი იქნება იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი მახსოვს შენი ფრაზა რომ თუ არ დავიწყეთ ნაბიჯების გადადგმა ერთი და ორი ნაბიჯი არ გვეყოფა იმისთვის რომ ფრანკფურტის ციგნის ბაზრობას ვუმასპინძლოთ. ჩვენ უკვე ვაგვიანებთ, ესე იგი ჩვენ ხვალ და ზეკიამ დავიწყოთ. გუშინ უკვე დაგვეწყო და გუშინ წინ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო არის და ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ძველი ლიტერატურა და თუ გინდა რომ მართლა ღირსეულად წავსდგეთ ფრანკფურტის ფესტივალზე თითქმის ყველაფრის მომცველი უნდა იყოს. ესე იგი მე ვფიქრობ რომ ამის ხო ყველა ვალდებულება რაც არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით ფრანკფურტთან დადებული ხელშეკრულებით ყველა ვალდებულება ეტაპობრივად სრულდება წიგნის ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბდა მარტში და ეს ცენტრი უკვე თავის საქმიანობას შეუდგა მაისის დასაწყისში. იდეას ძეგლი სხვადასხვა გას ფრანკფურტის შესასვლელთან ფესტივალზე და მე მინდა რომ იმდენ იქნას ისე გაუკეთოს ორგანიზება 2018 წელს აქაც დადგან მისი ძეგლი. ძალიან დაგვწყვეტ. ეს იგივე რაც ევროკავშირში შესვლა. როგორც გითხარით. ამიტომ წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში, სიამოვნებით გესტუმრებით ფესტივალზე და სიამოვნებით გისურვებთ კარგ დღეს. ხვალ შეგხვდებით ისე სხვა შეხვედრაზე. ხვალამდე. მადლობა.